კვლავ შეფასებების თემა ამერიკის ელჩის ინტერვიუ და მმართველი გუნდის მხრიდან გაგზავნილი წერილი. ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით ქართული ოცნების მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის დაპირისპირებაა. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ გადამდგარი ელჩის გზავნილები საინტერესო აღარ არის. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო მუქარი შემცველი, შეურაცხყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიღებული ვაშინგტონში. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში ჩვენ საუკეთესო პარტნიორს და ქართველი ხალხის და ქართველების ძალიან დიდ გულშემატკივარს ამერიკის შეერთებულ შტატებს აყენებენ შეურაცხყოფას. ისინი ამბობენ და ეს არის ქართული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უნდა. ქართული ოცნების დავალება არის შემდეგი, რომ დააპირისპიროს ერთმანეთთან ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რასაც ის ვერ შეძლებს, ვინაიდან ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მშვენივრად იცის, ვინ არის დამნაშავე ქართულებულ ურთიერთობებში. ძალიან უცნაურია, რომ ასეთი შინაარსის წერილი გააგზავნეს ორი რამის გამო. ერთი იმიტომ რომ თუ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავ, უნდა იზრუნო იმაზე, რომ პარტნიორობა გააძლიერო და არა შეასუსტო. მეორე უცნაურობა არის ის, რომ ქართულ ოცნებას ელის სანქციები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამ სანქციებს თუ უპირისპირებ ყალბ რიტორიკას, რაღაცა ბაქიბუქს, შეურაცხყოფას, უბრალოდ ძალიან კიდევ უფრო არასერიოზული ხდები. პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის შეფასებული პროპაგანდისტული რადიო თავისუფლების ეთერში გაჟღერდა კონკრეტული განცხადებები გადამდგარი ელჩისა, რომელიც განცხადებების ნაკლებად არის საინტერესო. ხო დეტალებში ნამდვილად ვერ შევართ, როდესაც საუბარი გვაქვს გადამდგარ ელჩთან, დანარჩენი უკვე საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მიუხედავად იმისა, პროპაგანდისტული მაუწყებლობა რა რისი და რა სიახლის გავრცელება შეეცდება. თუ აქ იმაზე არის საუბარი, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა თავი დავიცვათ ფერადი რევოლუციებისაგან, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებისაგან და ასე შემდეგ და ამ წუხილებს ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით ამერიკის ადმინისტრაციას, ეს არ არის შეურაცხყოფელი, ეს არის ჩვენი წუხილების ღიად გამოხატვა.